როდესაც კრუიზის გემზე ან ბორანზე ადიხართ, თქვენ სიცოცხლეს კაპიტანსა და მის ეკიპაჟს ანდობთ. ბოლო რამ, რასაც საგანგებო სიტუაციაში ელით არის ის, რომ კაპიტანი გემს მიატოვებს და საკუთარი თავის გადასარჩენად მარტოდ აქტოვებთ. ეს ვიდეო წარმოადგენს ამ არხზე უკვე გამოქვეყნებული ვიდეოების კომპილაციას კაპიტნებზე, რომლებიც გემს მგზავრებზე ადრე ტოვებენ და ყოველ ჯერზე უფრო დიდი განადგურება მოჰყვება. თუ ამ ვიდეოებიდან რომელიმე უკვე გინახავთ, შეგიძლიათ წინ გადახვიდეთ ვიდეოს აღწერაში მითითებული დროის ნიშნულების გამოყენებით. აგულისის დინება სამხრეთ აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ მიედინება. ეს არის ყველაზე ძლიერი ოკეანის დინება მსოფლიოში. 1981 წელს ოკეანუსი აგულისის დინებას, 40 კვანძიან ქარს, 9 მეტრიან ტალღებს, ცუდ მოვლას და არასწორ გადაწყვეტილებებს ვერ უმკლავდება. ოკეანუსი ფლანგული წარმოების და ბერძენი მფლობელის საკრუიზო გემი იყო. გემი თავდაპირველად წყალზე ჩაუშვეს 1952 წლის ივლისში, როგორც ჟან ლებორგი, ფოშანტიე დე ლაგერონში, ბორდოში, როგორც 4 დაგემიდან ბოლო, რომელიც მესაჟერი მარიტიმისთვის აშენდა. ალბათ კომენტარებში შეგიძლიათ მაცნობოთ, რამდენად ცუდად გამოვთქვი ეს ფრანგული სახელები. ის არის 153 მეტრის სიგრძის, 20 მეტრის სიგანის, წყლის ხაზის ქვემოთ 7 მეტრის სიღრმის და აქვს 550 მგზავრისა და 250 ეკიპაჟის ტევადობა. მისი პირველი ჩარტერული რეისი, როგორც სამგზავრო გემი, არის მარშრუტი მარსელს, მადაგასკარსა და მავრიკიას შორის. 20 წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში მას რამდენჯერმე ეცვლება სახელი, მათ შორის მიკონაი, ანკონა და ისტერნ პრინცესა, სანამ პირუსში დარეგისტრირდება. პირუსში. პერეუსი. საბერძნეთში, როგორც ოკეანუსი, 1973 წელს. თავდაპირველად ოკეანეზე მგზავრთ მზიდად აშენებული ოკეანუსი მასშტაბურ რეკონსტრუქციას გადის, სანამ საბერძნეთის ეპირატიკი ლაინსის საკრუიზო ლაინერად დაიწყებს მუშაობას. 1988 და 1991 წლებს შორის ეპირატიკი ლაინსმა 2 გემი დაკარგა. მათი ფლაგმანი პეგასუსი ცეცხლზე კიდება და მეჩხერ წყალში იძირება, ხოლო მოტორიანი გემი იუპიტერი სატვირთო გემს ეჯახება და 82 მეტრ სიღრმეზე იძირება, თან 4 ადამიანის სიცოცხლეს იტაცებს. 1999 წელს ოკეანუსი იჯარით აიღო TFC Toursma იოჰანესბურგიდან სამხრეთ აფრიკაში 8 თვიანი სეზონისთვის. გემი თითქმის 40 წლისა ცვეთის ნიშნები აქვს. არსებობს რამდენიმე მოშვებული გარე პანელი, რომლებიც წარმოადგენს გემის გარე კორპუსის მეტალის ფენებს. ბოლო მოგზაურობისას მოზამბიკში გემზე პრობლემები წარმოიშვა, როდესაც კანალიზაციის წყალი ამოვიდა ზოგიერთი საშხაპიდან და ტუალეტიდან. რემონტი იწყება კანალიზაციის რეზერვუარებიდან რამდენიმე გაუმართავი უკუგდების სარქვის ამოღებით. ვენტილაციის მილი ასევე ამოიღეს კანალიზაციის რეზერვუარიდან, რის შედეგადაც გენერატორის ოთახსა და რეზერვუარს შორის 10 სანტიმეტრიანი ხვრელი დარჩა. რემონტი ჯერ დასრულებული არ არის. უკუგდების სარქლები და ვენტილაციის მილი არ შეცვლილა. 1991 წლის 3 აგვისტოს დღის 3 საათზე ოკეანუსი სამხრეთ აფრიკის ქალაქ ისტ ლონდონიდან დურბანის მიმართულებით გაემგზავრა. მისი გამგზავრების დრო ბომბის საფრთხის გამო გადაიდო. კაპიტანი ილანის ავრანისი, გამოცდილი მეზღვაური, რომელსაც ოფიცრად მუშაობის 20 წლიანი და მეზღვაურად 30 წლიანი გამოცდილება აქვს, მართავს გემს. როდესაც გემი 40 კვანძიან ქარში მიემართება და 9 მეტრიან ტალღებს ეჯახება, ზღვის მდგომარეობა სულ უფრო მხელვარე ხდება. ჩვეულებრივი გამგზავრების წვეულება მუსიკოსებთან და შოუს წამყვანებთან, მოს ჰილსთან და მის მეუღლე ტრეისისთან ერთად გემბანზე უნდა გაიმართოს. მძიმე ზღვის პირობების გამო ისინი იძულებულნი არიან წვეულების ადგილი შეცვალეთ-ცვალა და თავშესაფრად Four Seasons Lounge-ში გადავიდნენ. მიუხედავად მოსის, ტრეისისა და გემის გასართობი გუნდის დიდი ძალისხმევისა, რომ დღესასწაულის ატმოსფერო შეექმნათ, მგზავრთა უმეტესობა ამჯობინებს კაიუტებში დარჩენას და შტორმის გადატანას. ღამის განმავლობაში შტორმი ძლიერდება. საღამოს პირველი ვახშმის დროს ოფიციანტები ძლივს ინარჩუნებენ წონასწორობას, რის გამოც უჭირთ საკვების ლანგრების გადატანა დაღვრის გარეშე. თაკერი სრიალებს სასადილო მაგიდებიდან, როცა გემი ქარისა და ტალღების ქვეშ ირწევა. ზუსტად ისაა, რაც ოკეანის კრუიზზე გინდა. გემს აქვს ხიობი წყლის ხაზის ქვემოთ, რომელსაც ზღვის ხუთი ეწოდება. ეს საშუალებას აძლევს გემს აიღოს ოკეანის წყალი ძრავების გასაგრილებლად და ბალასტის აუზებში გასანაწილებლად. ზღვის ხუთს გაუჩნდა გაჟონვა. ღამის 9 საათსა და 30 წუთზე ტრანსკის ველურ სანაპიროსთან ძრავის ოთახში მცირე აფეთქება ხდება. შემდეგ გემი კარგავს ენერგიას.
გემის ინჟინერი კაპიტან ავრანის ატყობინებს, რომ წყალი აღწევს გემის კორპუსში, თბორავს გენერატორის ოთახს, რამაც გამოიწვია მცირე აფეთქება, რადგან გენერატორი მოკლე ჩარტყაზე გადავიდა. ენერგიის გარეშე ძრავები ითიშება და გემი იწყებს დინებას მძაფრ ზღვაში. წყლის დონე განაგრძობს ზრდას, სანამ არ მიაღწევს 10 SM-იან ხვრელს ბულქედში, სადაც უნდა იყოს ჰაერის ვენტილაციის მილი. ზღვის წყალი აღწევს ბულქედში და ავსებს კანალიზაციის აუზს. როდესაც უკუსარქველები ამ შესანახ აუზში შეკეთებისთვის მოხსნილია, წყალი ადის მთავარი დრენაჟის მილებით. საშხაპეები, ტუალეტები და ნარჩენების გადამუშავების ერთეულები, რომლებიც სისტემას არის მიერთებული, საშუალებას აძლევს წყალს ზღვის შესასვლელიდან კანალიზაციის შესანახ აუზში და შემდეგ კაიუტებში ავიდეს. ეკიპაჟი ძრავის ოთახში დატოვებს დატბორილ გამყოფილებებს. პანიკაში მყოფები ისინი არ ხურავენ ქვედა გემბანის წყალგაუმტარი ტიხრის ლუქებს, რაც საგანგებო სიტუაციის დროს სტანდარტული პროცედურაა. ძრავის გათიშვის შემდეგ გემი კარგავს ნებისმიერ სტაბილურობას, რომელიც ტალღებში მოძრაობის შედეგად იყო შექმნილი. როდესაც გემი უმოქმედოდ ირწევა ხელვა ზღვაში, ტალღები ეჯახება დაზიანებულ გარე კორპუსის ფირფიტებს. ეკიპაჟი არ თავს განგაშის სიგნალებს და არც განცხადებებს აკეთებს, რომ მგზავრები გააფრთხილოს იმ მდგომარეობის შესახებ, რომელშიც ისინი იმყოფებიან. Moss Hilsey, მუსიკოსი ზიმბაბვედან, მისი მეუღლე Tracy და მათი კოლეგა შემსრულებლები ამჩნევენ, რომ გემი ისე ირწევა, როგორც ჩვეულებრივ არ უნდა ირწეოდეს. გემი მარჯვენა ბორტზე იხრება. ისინი გადაწყვეტენ, გამოიკვლიონ რა ხდება. როდესაც ისინი ქვედა გემბანზე ჩადიან, პოულობენ, რომ წყალი კაიუტებში და დერეფნებში იღვრება. ოუშენუსი იძირება. Lorraine Betsy, საკრუიზო დირექტორი, ეუბნებათ მათ, რომ კაპიტანმა ეკიპაჟს გემის მიტოვების ბრძანება მისცა. ეკიპაჟის წევრები სამაშველო ნავებისკენ მიემართებიან და გემის ევაკუაციას იწყებენ. ისინი ნავში იღებენ ყველა იმ მგზავრს, ვინც მაშინვე ხელმისაწვდომია, მაგრამ სამაშველო ნავებს ბოლომდე არ ავსებენ, სანამ გემს ტოვებენ. ისინი სამაშველო ნავებსაც კი ბოლომდე არ ავსებენ, სანამ თოკებს გაჯრიან. მოსი და თხეისი დროს არ კარგავენ და იწყებენ დარჩენილი სამაშველო ნავების გაშვებას, თითოეულში 90-მდე მგზავრით. სამაშველო ნავის ძრავები არ ირთვება და ამიტომ ისინი დინებას, ქარსა და ტალღებს მიხვევიან. როდესაც გემი კიდევ უფრო მეტად იხლება მარჯვენა ბორტზე, სამაშველო ნავების გაშვების გაგრძელება ძალიან სახიფათო ხდება. ჩაძირულ გემზე თითქმის 220-მდე ადამიანი რჩება. Moss Hilsey და რამდენიმე მგზავრი ადიან ხიდზე, რათა იპოვონ ეკიპაჟის წევრები, რომლებიც ევაკუაციაში დაეხმარებიან. ხიდზე არავინა. Mossy იყენებს რადიოს, რათა გადმოსცეს საგანგებო სიგნალი. კონტეინერმზით გემზე Ned Lloyd Marrikius-ი მყოფი კაპიტანი დეთმარი პასუხობს Mayday სიგნალს. Mossy ხსნის სიტუაციას, რომ ის გემზე გიტარისტია და ეკიპაჟი ხიდზე არ იმყოფება. მოკლე პაუზის შემდეგ, რათა გაანალიზოს ეს გამაოგნებელი არაკომპეტენტურობა, კაპიტანი დეთმარი იწყებს მოსისთვის ინფორმაციის მიწოდებას, თუ როგორ უნდა მოიქცეს ასეთ სიტუაციაში. შემდეგ ის ავრცელებს ოკეანუსის კოორდინატებს და სთხოვს ახლომდებარე გემებს დახმარებას, ასევე გადასცემს სიტუაციას სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებას. სამხრეთ აფრიკის საზღვაო ძალები და სამხრეთ აფრიკის საჰაერო ძალები აგზავნიან 16 ვერტმფრენს სამძებრო სამაშველო ოპერაციაში დასახმარებლად. ამ ვერტმფრენებს დაევალათ მგზავრებისა და ეკიპაჟის ჰევენისა და ჰოლინზ უოლის ახლომდებარე დასახლებებში გადაყვანა, რომლებიც ველურ სანაპიროზე, Coffee Bay-დან დაახლოებით 6 მილის სამხრეთით მდებარეობს. კაპიტანი დეთმარ Ned Lloyd Marrikius-ზე აგზავნის თავის სამაშველო ნავებსა და ეკიპაჟს, რათა მგზავრები გემზე აიყვანონ. პირველი ვერტმფრენი, რომელიც ადგილზე ჩადის, ოკეანუსის გემბანზე 2 საზღვაო მღვინთავს უშვებს, რათა ევაკუაციის კოორდინაციაში დაეხმარონ. კაპიტანი ავრანისი პირველია რიგში. საზღვაო მღვინთავი Paul Uwiley მას გვერდზე სწევს და ეუბნება, რომ დაელოდოს, სანამ ქალები, ბავშვები და ხანდაზმული მგზავრები არ ევაკუირდებიან. შემდეგ Uwiley გვერდზე გადადის, რომ ხანდაზმული მგზავრი მოძებნოს და როცა ბრუნდება, ავრანის მგზავრები გვერდზე გაუწევია, თავი დამაგრებული აქვს და უსაფრთხო ადგილას აყავთ. 16 სამაშველო ვერტმფრენიდან 13 სამხრეთ აფრიკის საჰაერო ძალების პუმა, რომელთაგან 9 ჩართულია ჩაძირული გემის გემბანიდან 220-მდე ადამიანის ამოყვანაში, ხოლო დანარჩენები ტერიტორიაზე გადარჩენილებს ეძებენ. სამაშველო ვერტმფრენები ჰაერში ბალეტივით მოძრაობენ და მგზავრებს გემის წინა და უკანა გემბანებიდან იღებენ. ვერტმფრენები მორიგეობით იღებენ მგზავრებს, მიყავთ ნაპირზე და ბრუნდებიან გემზე. Cruises დირექტორი Lorraine Betsy უზრუნველყოფს, რომ ხანდაზმულებს, ქალებსა და ბავშვებს პრიორიტეტი მიენიჭოთ.
არტისტები ჯულიან ბატლერი, მოს ჰილსი, ტრეისი ჰილსი და რობერტ ბოლტმანი არიან ბოლო 5 ადამიანში, რომლებიც ჩაძირული გემის გემბანიდან ამცეს. გემზე მყოფი ყველა 591 ადამიანი 7 საათიანი სამაშველო ოპერაციის განმავლობაში უსაფრთხოდ აღწევს ნაპირზე. მომდევნო დღეს 3 საათსა და 30 წუთზე ოუშენუსი იწყებს გვერდზე გადახლას და მისი კიჩო მაღლდება. ცხვირი ეჯახება ქვიშიან ზღვის ფსკერს, დაახლოებით 90 მეტრის სიღრმეზე. კიჩოს მეტი ვიდრე 60 მეტრი წყლის ზემოთ დგას. რამდენიმე წუთის შემდეგ გემი ნელა იძირება წყლის ხაზის ქვეშ. ოკეანუსი ჩერდება მარჯვენა ბორცზე, ცხვირი ზღვაშია მიმართული. კაპიტანი ავრანისი მოხვდა პროჟექტორის შუქში. ზუსტად ისე, როგორც კოსტა კონკორდიას კაპიტანი, ავრანისი ტოვებს გემს მაშინ, როცა ასობით მგზავრი გადარჩენას ელოდება და ევაკუაციაში მხოლოდ გემის მომღერლები და მსახიობები ეხმარებიან. ის ამართლებს თავის ქმედებებს, ამტკიცებს, რომ გემი ადრე დატოვა, რათა გადარჩენის ოპერაცია ორგანიზებულიყო და შემდეგ ვერტმფრენიდან ეწარმოებინა კონტროლი. ავრანისი ამბობს, რომ ეკიპაჟის თოგივოკების დამჯდარი ბატარეები კომუნიკაციის შეფერხების მიზეზია. როცა გემის მიტოვებას უბრძანებ, მნიშვნელობა არ აქვს, როდის დავტოვებ მას. მიტოვება ყველასთვისაა. თუ ვინმეს დარჩენა უნდა, შეუძლია დარჩეს. მისი ახსნის მიუხედავად, მედია მას არაპროფესიონალური ქცევის მაგალითად წარმოაჩენს, როცა ის ხელმძღვანელობდა. 1982 წელს კაპიტანი ავრანისი და სხვა ოფიცრები ბერძნული საგამოძიებო კომისიის მიერ ცნეს დამნაშავედ გულგრილობაში, რადგან ისინი გემიდან გაიქცნენ და კრიზისის დროს მგზავრებს არ დაეხმარნენ. ავრანისი ციხეში არ ჩასვამენ და მისი დამსაქმებელი ეპიროტიკი ლაინსი მას ბორანის კაპიტნობას ანდობს პენსიამდე. ვიკინგები გემის გაშვებისას ზღვების ღმერთს მონას სწირავდნენ მსხვერპლად. დღეს ტრადიცია გემის კორპუსზე შამპანურის ბოთლის დამტვრევა. თუ ბოთლი არ გათქლება, ეს ცუდ ნიშნად ითვლება. შესაძლოა კოსტა კონკორდია თავიდანვე განწირული იყო. კოსტა კონკორდია ეკუთვნის და იმართება ცნობილი იტალიური საკრუიზო ხაზის კოსტა კრუზესის მიერ, რომელიც კარნავალ კორპორაციას ეკუთვნის. კარნავალ კორპორაცია კი მსოფლიოს საკრუიზო გემების 50%-ს აკონტროლებს. ის გაშვებულია 2005 წელს 600 მილიონი დოლარის ღირებულებით და იტალიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საკრუიზო გემს წარმოადგენს. ის არის 952 ფუტი სიგრძის, 117 ფუტი სიგანის და 26 ფუტი ჩაძირვის, რაც ნიშნავს, რომ როდესაც გემი ცურავს, 26 ფუტი წყლის ხაზის ქვემოთაა. გემი იწონის 60,000 ტონას. ეს ნიშნავს, რომ მას სჭირდება 24 ოლიმპიური ზომის საცურავ აუზის წყლის მოცულობის გადაადგილება, რათა ცურავდეს. ქვედა გემბანები, რომლებიც წყლის ხაზის ქვემოთაა, შეიცავს გემის მექანიკურ ფუნქციებს, მაებს მათ შორის ძრავის ოთახს და დიზელ-ელექტროსადგურს. წყლის ხაზის ზემოთ მდებარეობს 1500 მდიდრული კაიუტა, 6 რესტორანი, 13 ბარი, 2 სართულიანი სპა და ფიტნეს ცენტრი, 3 სართულიანი თეატრი, 4 საცურავ აუზი, კაზინო, დისკოთეკა და უამრავი გასართობი 1000-ზე მეტი სტუმრისთვის. გემი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, ხიდზე, ელექტრონული რუკებით, რომლებიც ეკრანზე აჩვენებს GPS-ის მდებარეობას და ფითომეტრებით, რომლებიც აჩვენებს, რამდენი წყალია გემის კორპუსის ქვეშ. მარშრუტების სისტემაშია დაპროგრამებული და ნებისმიერი გადახვევა მარშრუტიდან აძლევს განგაშის სიგნალს. როდესაც საკრუიზო გემი კუნძულთან ახლოს გადის, ეს განგაშის სიგნალები ირთვება და ხიდზე მყოფმა პერსონალმა ხელით უნდა დაადასტუროს და გამორთოს ისინი. გემის გვერდით გავლა, რომელიც ფრიბაის მსგავსია, ჩვეულებრივი პრაქტიკაა საკრუიზო გემების სამყაროში. 2011 წლის აგვისტოს 14-ს კომპანიის მენეჯმენტი სთხოვს კოსტა კონკორდიას, რომ გიგლიოს კუნძულთან გვერდით გავლა გააკეთოს, როგორც სალამი კუნძულზე ფესტივალის აღსანიშნავად. კაპიტანი ფრანჩესკო სკატინო ასრულებს თოვნას და კონკორდია დღისით მშვიდობიანად ინციდენტების გარეშე გვერდით უბლის კუნძულს. იმისთვის, რომ გემმა განახორციელოს გვერდით გავლა, რომელიც განსხვავდება წინასწარ განსაზღვრული მარშრუტისგან, ეკიპაჟმა უნდა დაგეგმოს და შეათანხმოს ეს მარშრუტი. ისინი იწყებენ რუკის შემოწმებით, რათა გაიგონ ადგილობრივი წყლების სიღრმე და განსაზღვრონ უსაფრთხო მანძილი მეჩეჩისგან. შემდეგ მათ უნდა გაითვალისწინონ ამინდის პირობები. ქარი გემს კუნძულისკენ წაიღებს თუ მისგან მოშორებით, როცა ისინი გვერდით ჩაუვლიან. შემდეგ მათ უნდა დაგეგმონ გემის საჯის მართვა. თუ პატარა იახტით მეჩხე წყლებთან ახლოს მიცურავ, მიმართულების შეცვლა საკმაოდ სწრაფად შეგიძლია.
დიდ გემს, როგორიცაა Costa Concordia, კურსის შეცვლას დრო სჭირდება მისი ზომისა და ინერციის გამო. ეს ნიშნავს, რომ გემის მდებარეობასა და მიმართულებას წინასწარ უნდა განჯვრიტო და კურსი შეცვალო ბევრად ადრე, სანამ გემი სრულად გამოეხმაურება. 2012 წლის 13 იანვარს საღამოს 7 საათზე Costa Concordia ცივიტავეკიადან იტალიიდან 7 დღიან კრუიზზე გაემგზავრა. პირველი დაგეგმილი გაჩერება სავონაშია იტალიურ რივიერაზე, 250 მილის დაშორებით ჩრდილო-დასავლეთით. გემზე იმყოფება 1000-ზე მეტი ეკიპაჟის წევრი და 3000-ზე მეტი მგზავრი, სულ 4229 ადამიანი. დაახლოებით 600 მგზავრი გემს ჩივიტა-ვეკიაში უერთდება. 24 საათის განმავლობაში ყველა მგზავრმა უნდა მიიღოს მონაწილეობა ევაკუაციის წვრთნაში. ამ სავალდებულო წვრთნაში მგზავრები გაიგებენ, როგორ ჟღერს ევაკუაციის განგაში, სად არის სამაშველო ნავები, სად არის მათი შეკრების პუნქტი და რა უნდა გააკეთონ საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში. მაგრამ ეხლა ხომალდი იწყებს მოძრაობას და მგზავრები ზღვის ცხოვრებას ეჩვევიან. 51 წლის კაპიტანი ფრანჩესკო სკატინო მასპინძლობს 25 წლის დომინიკა ჩემორტანს, მოცეკვავეს მოლდოვიდან, რომელიც კაპიტნის სტუმარია და საფასურს არ იხდის. კაპიტანი დაქორწინებულია და ჰყავს ქალიშვილი, მაგრამ შესაძლოა დიდი ხომალდის კაპიტანს ჰქონდეს გარკვეული უპირატესობები, რომლებიც სამუშაო აღწერილობაში არ არის მითითებული. სკატინო თავის ეკიპაჟს ატყობინებს, რომ აპირებს გიგლიოს კუნძულთან მისალმების მიზნით ჩავლას. ეკიპაჟი ამცირებს გემის სიჩქარეს, სანამ კაპიტანი ვახშმად მიდის. პირველი ოფიცერი სირო ამბროზიო გემს გიგლიოს კუნძულისკენ მიმართავს. ის თიშავს გემის განგაშის სისტემას, რომელიც აფრთხილებს მას დაგეგმილი მარშრუტიდან გადახვევის შესახებ. სკატინო და მისი სტუმარი ერთად ვახშმობენ, შემდეგ კი სკატინო მას საღამოს 9 საათზე ხიდზე მიჰყავს. გემის მეტრდი ანტონელო დიავოლი, რომელიც გიგლიოს კუნძულიდანაა, უკვე იქ იმყოფება. სკატინოს მენტორი, პენსიაზე გასული კოსტას კაპიტანი, მარიო პალომბო, კუნძულზე ცხოვრობს. სკატინოს აქვს მრავალი მიზეზი, რომ გიგლიოს კუნძულს სალამი მიაგოს. ახალგაზრდა ქალი, რომელიც უნდა გააოცოს, მისი მენტორი და მისი მეტრდი. ეკიპაჟი ეხლა ხომალდის სიჩქარეს 16 კვანძამდე ზრდის, რათა დაკარგული დრო აინაზღაუროს, როცა კაპიტანი ვახშმობდა. სანამ მეტრდი სატელეფონო ზარს ახორციელებს პენსიაზე გასულ კოსტას კაპიტანთან, სკატინო პირველ ოფიცერ ამბროზიოს თხოვს რადარი შეამოწმოს მისთვის. კაპიტანს თავისი სათვალე კაიუტაში დარჩა. მეტრდი სკატინოს ტელეფონს აწვდის, რათა ორივე კაპიტანს ერთმანეთთან საუბარი შეძლოს. სკატინო პენსიაზე გასულ კაპიტანს ეკითხება რჩევას, რამდენად ახლოს შეუძლია გიგლიოსთან მისვლა. ის ამბობს, რომ სურს მივიდეს იმდენად ახლოს, როგორც 0.4 საზღვაო მილი, ანუ სანაპიროდან დაახლოებით 2500 ფუტის მანძილზე. პენსიაზე გასული კაპიტანი ეუბნება, რომ იქ კარგი სიღრმეა, მაგრამ არ არის საჭირო ასე ახლოს მისვლა, რადგან ზამთარში კუნძულზე ძალიან ცოტა ხალხია. სინამდვილეში ის თავის ზამთრის სახლშია მატერიკზე. კაპიტანი სკატინო ადრეც გაუგეთებია ასეთი ჩავლა და შესაძლოა პენსიაზე გასულ კაპიტანს რჩევას მხოლოდ ფორმალურად ეკითხებოდეს. რაც მაგურებს ისაა, რომ კაპიტანი სკატინო სიღრმეებზე სხვა კაპიტანს ეკითხება, მაშინ როცა უნდა ეყურებოდეს რუგებისთვის, სადაც კუნძულის გარშემო სიღრმეებია ნაჩვენები. ეხლა მისი ყურადღება გაყოფილია რადარის იმ ეკრანსა, რომლის წაკითხვაც არ შეუძლია და სატელეფონო ზარს შორის, სადაც ურჩევენ ძალიან ახლოს არ მიუახლოვდეს და თითქმის იგრძნობა მისი ხოყოჩობა. ეხლა მე ვარ კაპიტანი, ეს ადრე გამიკეთებია, ვიცი რას ვაკეთებ, კუნძულს ვხედავ. და სანამ ტელეფონზეა გემი კუნძულს უახლოვდება ისეთი სიჩქარით, რომელიც დროის დასაწევადაა გათვლილი და არა კუნძულის გარშემო მანევრირებისთვის. კაპიტანი სკატინო ეხლა ხედვით მართავს გემს და არა ინსტრუმენტებით. ის აძლევს მითითებას საჭის მმართველს დაიწყოს მარჯვენა მხარეს მოხვევა, რაც გემს მარჯვნივ შეაბრუნებს, რათა გიგლიოს ნავსადგურთან სწორ ხაზზე დადგეს. მაგრამ ახლა ის აცნობიერებს, რომ გემი კუნძულთან უფრო ახლოსაა ვიდრე ეგონა და ხედავს კლდოვან გამონაშვებს წყლის ხაზის ქვემოთ, გემის მარცხენა მხარეს. ინსტინქტურად ის ყვირის, რომ გემი სწრაფად მარჯვენა მხარეს მოაბრუნონ, რაც ნიშნავს, რომ საჭის მმართველი საჭეს ბოლომდე მარჯვნივ ატრიალებს. გემის ცხვირი მარჯვენა მხარეს ტრიალდება და კლდეებს აცდენს. თუ მანქანას მართავ და საჭეს ატრიალებ, უკანა ბორბლები წინა ბორბლების კვალს მიხვებიან, მაგრამ გემი სხვანაირია, ანაირია. როცა გემის საჭეს ატრიალებ, გემი ტრიალდება გემის კორპუსის შუაგულის გარშემო, რომელიც ბერგეტის საყრდენივით მოქმედებს. ასე რომ, როცა Costa Concordias ცხვირი მარჯვენა მხარეს ტრიალდება, გემის კუდი მარცხენა მხარეს გადადის. სკატინო ხვდება თავის შეცდომას და შემდეგ ბრძანებას მარცხნივ ძლიერად ყვირის, რომ გაანულოს წინა ბრძანება. ერთი წამით გემის ცხვირი და შუა ნაწილი კლდეებს გვერდს აუვლიან.
ბევრი მგზავრი ვახშამზეა, როცა მოულოდნელად ძლიერი ხმაური ისმის, რასაც მოხვება გრძელი ჯრიალი, ხმუილი და მეტალის ჭყლეტის ხმეტის ხმა. თითქოს თუნუქის ქილაა. გემი ირხევა და კანკელებს. პარის თაროებიდან ჯიქები ვარდება, თეფშების ისრიალებს ვახშმის მაგიდებიდან და იატაკზე იმსხვრევა. გემი ეჯახება კლდოვან შვერილს, რომელიც ტოსკანის კუნძულ ჯილიოსთან ახლოსაა. რიფი ცნობილია როგორც ლასკოლი და გემის რუკებზე ჩანს დაახლოებით 2600 ფუტში ნავსადგურიდან. Costa Concordia Rips ეხება წყლის ხაზიდან 26 ფუტით ქვემოთ, გემის მარცხენა ბორტზე, კიჩოსკენ. გემის კორპუსიდან ამოჭრილია ორი გრძელი ლითონის ფენა, რომლის სიგრძეც 100 და 600 ფუტია. გემის კორპუსში ჩარჩენილია პატარა მანქანის ზომის ლოდი. ზღვის წყალი იწყებს ძრავის ოთახში ჩაღვრას, წყალში აღჭობს გენერატორებსა და ძრავებს. ციმციმებს და ქრება განათება, მგზავრები სიბნელეში რჩებიან. პანიკა იწყებს გავრცელებას მთელ გემზე, ლებას მთელ გემზე, მაგრამ საგანგებო განათება თითქმის მაშინვე ინთება. მთავარი ინჟინერი ხიდზე ატყობინებს, რომ წყალი ძრავის ოთახში ჩაედინება და გემი ჩაიძირება. ზღვის წყალი სწრაფად ადის ძრავის მართვის ოთახის მთავარი ელექტროფარის დონემდე. გემის ქვედა გემბანები დიდ სექციებად არის დაღოყოფილი. თუ ამ სექციებიდან 4 დაიტბორა, გემი შეიძლება ჩაიძიროს. ხიდზე მყოფი კაპიტანი სკატინო ხედავს, რომ რამდენიმე ინსტრუმენტი არ მუშაობს. ღამის 9 საათსა და 45 წუთზე განგაში სიგნალი გაისმა. ორი გრძელი და ერთი მოკლე სიგნალი ეკიპაჟს პრობლემის შესახებ ატყობინებს. 9 საათსა და 50 წუთზე გემი იწყებს გადახრას. გემი მარცხენა ბორტზე იხრება, იმ მხარეს, სადაც წყალი ძრავის ოთახებში შედის. გემის ეკიპაჟი მგზავრებს ეუბნება, რომ ყველაფერი რიგზეა და მხოლოდ ელექტროობის ხარვეზია. ეხლა ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება და სთხოვენ დარჩენილი საღამო მშვიდად გაატარო. 9 საათსა და 57 წუთზე საღამოს, 15 წუთის შემდეგ, რაც გემი კლდეს დაეჯახა, სკატინო კოსტა კრუზის ოპერაციების ცენტრს ურეკავს. ის ეუბნება აღმასრულებელ რობერტო ფერარენის, რომ ერთი გამყოფილება დატბორილია. ის გამყოფილება, სადაც ელექტრული ძრავებია, მაგრამ ასეთ სიტუაციაში გემის მცურავობა საფრთხეში არ არის. სკატინომ ვერ გაიგო შეჯახების სიმძიმე. 5 გამყოფილება იტბორება და მან თავისი მთავარი ინჟინრის მოსმენა არ ისურვა. საზღვაო დაცვა იწყებს ზარების მიღებას გემზე მყოფი მგზავრებისგან. პირველი ზარი საღამოს 10 საათსა და 12 წუთზე შედის და 6 წუთის შემდეგ ისინი კონკორდიას ჯილიოს მახლობლად რადარზე პოულობენ. ისინი რადიოთი უკავშირდებიან გემს და ეკითხებიან რა მდგომარეობა. გემის ნავიგაციის ოფიცერი 26 წლის სიმონე კანესა პასუხობს, რომ მხოლოდ ელექტროენერგიის გათიშვა. მას კაპიტნისგან მკაცრი მითითება აქვს, შეამციროს სიტუაციის სერიოზულობა და დაჟინებით განაცხადოს, რომ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება, მიუხედავად იმისა, რომ იცის, გემი წყალს იღებს. საზღვაო დაცვა ეკითხება, სჭირდება თუ არა დახმარება და ოფიცერი პასუხობს, რომ ამ მომენტში დახმარება არ სჭირდებათ. ძრავები გათიშულია, კომპიუტერის ეკრანები შავდება, გემი დრეიფობს და სიჩქარეს კარგავს. მისი ინერცია მას ჩრდილოეთით მიექანებს კუნძულის სანაპიროს გასწვრივ, ნავსადგურის გვერდით, შემდეგ კი კლდოვან ნახევარკუნძულს, რომელსაც Point Gabianara ეწოდება ჩაულის. სკატინოს ბოლო მოქმედება საჯის მარჯვნივ ბოლომდე გადაბრუნება. გემის ინერცია მას წინ წაიყვანს, საბოლოოდ ქარში ადრიალებს და ასრულებს 180 გრადუსიან შემოbrunებას. ახლა ქარი გემს ისევ კუნძულისკენ უბიძგებს. წყალი, რომელიც ქვედა გემბანებზე ივსება, ქართან ერთად გემის წონას ცვლის, რის შედეგადაც გემი გადახრას მარცხნიდან მარჯვნივ იწყებს. სკატინო აგდებს გემის ხუზებს, მაგრამ ისინი ზღვის ფსკერზე არ ეჭიდება. სანაპირო დაცვა კიდევ ერთხელ უკავშირდება კონკორდიას ხიდს. ამჯერად ნავიგატორი ატყობინებს, რომ გემში წყალი შედის და გემი გადახრილია. ამის 10:26 წუთზე სკატინო ესაუბრება რობერტო ფერარინის კოსტას ოპერაციების ცენტრში და ეუბნება, რომ ორი განყოფილება დატბორილია და რომ გემს ნაპირზე მიხავს. რეალობა ისაა, რომ მას კონტროლი აღარ აქვს. ქარი და გემის დარჩენილი ინერცია მას კლდეებისკენ მიაქანებს. ამის 10:28 წუთზე სანაპირო დაცვა საგანგებო ზარს აგზავნის ყველა ნავსთვის ამ ტერიტორიაზე, რომ გაემართონ ჯილიოს კუნძულზე. ღამის 10:44 წუთზე კოსტა კონკორდია ჩერდება პუნტა დელ გაბრიანარაზე, დაახლოებით 65 ფუტ წყალში. კონკორდიას მგზავრები დაბნეულები და გაურკვევლები არიან. კაპიტანი სკატინო შოკში ტოვებს ხიდს და გემს გადმოხედავს. 3200 მგზავრს არ იცის რა გააკეთოს. 100-ზე მეტი ეკიპაჟის წევრიც ასევე დაბნეულია. მეორე კაპიტანი რობერტო ბოციო ოფიციალური ბრძანების გაცემამდე ადრე იწყებს ევაკუაციას. უმცროსი ოფიცრებისა და ეკიპაჟის ეს გადაწყვეტილება ამბოხებად ითვლება, რადგან ისინი კაპიტნის მითითებების გარეშე მოქმედებენ. ზოგიერთი ეკიპაჟის წევრი სამაშველოდ ივებს წყალში უშვებს, სხვები კი მგზავრებს ურჩევენ კაიუტებში დაბრუნდნენ.
ხელმძღვანელობა არ არის ნათელი. ღამის 10 საათი და 58 წუთია, როცა გაისმის 7 მოკლე და 1 გრძელი სიგნალი, რაც ნიშნავს, რომ სამაშველო ნავები უნდა ჩაუშვან და გემი უნდა დაიცალოს. თითქმის 2000 ადამიანი უკვე 1 საათია გემბანზე დგას. ელოდება, იცის რა მოხდება, მაგრამ არ იცის როგორ მოიქცეს. 600-მა ადამიანმა, რომლებიც გემს სულ რამდენიმე საათის წინ შეუერთდნენ, არც ერთ ევაკუაციის წვრთნაში არ მიუღიათ მონაწილეობა. წვრთნა შემდეგ დღისთვის იყო დაგეგმილი. რადგან კონკორდია მარჯვენა ბორტზე იხრება, მარცხენა ბორტიდან მაშველ ნავებს დაშვება შეუძლებელია. ზოგიერთი მგზავრი ცივ ზამთრის წყალში ხდება, რომ ნაპირზე გადაცუროს. როდესაც ეკიპაჟი მაშველ ნავების კარიბჭეებს ხსნის, ქაოსი იწყება. ვიღაც ხვირის, ქალები და ბავშვები პირველები, რაც პანიკას კიდევ უფრო ამძაფრებს. პირველი მაშველ ნავები გილიოს ნავსადგურში საღამოს 11-ის შემდეგ ჩადის. მარიო პელეგრინი, გილიოს ვიცემერი, ნავსადგურში მიდის და მაშველ ნავით გემზე ადის, მაგრამ აღმოაჩენს, რომ იქ არავინ არის პასუხისმგებელი. მგზავრები თოკის კიბეებზე ჩადიან გემის გვერდით, ხოლო ნავები მათ ასაყვანად გვერდით მიხვებიან. საათსა და 15 წუთში თითქმის 3500 ადამიანი უსაფრთხოდ აღწევს გილიოს ნავსადგურს. 11 საათი და 45 წუთი ღამით სამაშველო ვერტმფრენი ჩამოდის. 12 საათი და 15 წუთი ღამით შუა ღამის შემდეგ გემის მარჯვენა ბორტზე თითქმის ყველა უკვე ევაკუირებულია, მათ შორის კაპიტანი სკატინო და მისი ზოგიერთი ოფიცერი, მაგრამ ყველა ჯერ კიდევ არ არის გემიდან გადასული. ზოგი, ვინც სამაშველო ნავებში ავიდა, იძულებული გახდა გემზე დაბრუნებულიყო. როდესაც გემი კლდეებზე ჩერდება, ნელ-ნელა იხრება, სანამ საბოლოოდ თითქმის 70 გრადუსზე არ გაჩერდება, რის გამოც ზოგიერთი სამაშველო ნავი გამოუსადეგარი ხდება. ღამის 12-სა და 42 წუთზე გრეგორიო დეფალკო, რომელიც სანაპირო დაცვის სამაშველო ოპერაციებს ხელმძღვანელობს, მობილურ ტელეფონზე უკავშირდება კაპიტან სკატინოს. კაპიტან სკატინო ხსნის, რომ სამაშველო ნავში ჩავარდა და ეხლა ჯილიოს ნავსადგურის გარეთ კლდეზე ზის. დეფალკო, იტალიის საზღვაო ძალების ყოფილი მეთაური, ბრაზდება და სკატინოს უყვირის. დაბრუნდი გემზე, შენ ნაბიჯვარო. სკატინო ეუბნება, რომ გადარჩენას თავისი კლდიდან კოორდინაციას გაუწევს. ღამის პირველ საათზე გემზე თითქმის 1000 ადამიანი რჩება. სამაშველო ნავები და ვერტმფრენები აგრძელებენ ევაკუაციას, იღებენ ხალხს როგორც წყლიდან, ისე გემიდან. დილის 4 საათი და 46 წუთზე ევაკუაცია დასრულებულად ითვლება. სამაშველო ჯგუფები იწყებენ გადარჩენილების ძებნას. 32 ადამიანი გარდაცვლილია ან დაკარგული. სკატინო გემზე ევაკუაციის დასახმარებლად აღარ დაბრუნებულ. გადარჩენილები გადაჰყავთ სანტო სტეფანოს პორტში, სადაც შექმნილია კოორდინაციისა და დახმარების ცენტრი. ხელისუფლება კრძალავს ყველა კერძო ნავს და გემის გარშემო ერთ საზღვაო მილი არანავიგაციო ზონას აწესებს. 14-დან 30 იანვრამდე იტალიის საზღვაო სანაპირო დაცვისა და სახანძრო სამაშველო სამსახურის მღვინთავები გემზე დაკარგულ ადამიანებს ეძებენ. იტალიის სანაპირო დაცვის ხელმძღვანელი მარკო ბრუსკო ადასტურებს, რომ 29 ადამიანი, 4 ეკიპაჟის წევრი და 25 მგზავრი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება. სრული სიბნელე და გემში მოძრავი ავეჯი მაშველებისთვის საშიშ გარემოს ქმნის. მღვინთავები ცხვილებად მუშაობენ. მათ დანიშნულ უბნებში ზიგზაგისებურ საძიებო მარშრუტს იყენებენ. თითოეული ჩაყვინთვის ხანგრძლივობა 40 წუთია დაგეგმილი. მათ თავიანთ მარშრუტს გამოყოფენ სპეციალური თოკებით, რათა დაბალ ხილვადობაში ორიენტაცია შეინარჩუნონ და გემის შიგნით საგანგებო ჟანგბადის ბალონებს ათავსებენ. მათ წინ მხოლოდ 2 ფუტზე შეუძლიათ დანახვა. მაშველები პოულობენ გადარჩენილებს, მათ შორის სამხრეთ კორეელ ახალ დაქორწინებულ წყვილს, რომლებაც მთელი შემთხვევა ძილში გაატარეს და გემის პურსერს, რომელსაც ფეხი აქვს მოტეხილი. თებერვლის მე-16 იანვარს სამაშველო სამუშაოები შეწყდა, როდესაც ცუდმა ამინდმა გემი დაახლოებით 1,5 სანტიმეტრით გადაადგილა. არსებობს რისკი, რომ გემი შეიძლება უფრო ღრმა წყლებში ჩაცურდეს ან საწვავი გადმოიღვაროს. ოპერაციები 3 საათის შემდეგ განახლდა. მაშველები აფეთქებებს იყენებენ, რათა გემის კორპუსში შესასვლელი ხრელები შექმნათ. გემი პერიოდულად აგრძელებს გადაადგილებას 24 იანვრამდე, როდესაც იტალიის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი მას სტაბილურად აცხადებს. 2012 წლის იანვრის ბოლოსთვის ამოღებული ცხედრების საერთო რაოდენობა 17-ია. 31 იანვარს წყლის ხაზის ქვემოთ ძიება შეწყდა. თებერვალში გადარჩენილების მოხსენებები მაშველებს აწვდიან ინფორმაციას ზოგიერთი მგზავრის ბოლო ცნობილი მდებარეობის შესახებ. ამაზე დაბრუნებით მღვინთავები ნანგრევებში კიდევ 8 ცხედარს პოულობენ. ჰოლანდიური სამაშველო კომპანია Smith International და იტალიური კომპანია Neari იწყებენ ხომალდის 2380 ტონა მძიმე საწვავის ამოღებას.
პირველ რიგში ისინი კონცენტრირდებიან 15 აუზზე, რომლებშიც ხომალდის საწვავის დაახლოებით 84%-ია და ამ პროცესს თითქმის 1 თვე სჭირდება. ისინი იყენებენ პროცესს, რომელსაც hot tapping-ი ეწოდება. რადგან აუზები წყალქვეშაა, სამუშაოს დასასრულებლად მოჰყავთ კომერციული მკვინთავები. ჯერ მკვინთავები საწვავის აუზის ძირში ერთ სარკმელს ამონტაჟებენ, ხოლო მეორეს ზევით. სქელი ნავთობით ტბება, რათა ოდნავ ნაკლებად სიბლანტე გახდეს. ზღვის წყალს აუზის ძირში ტუმბავენ, რათა ჩაანაცვლონ ზეთი, რომელიც ზედა სარკმელიდან გამოაქვთ. რადგან ზეთი წყლის ზედაპირზე ტივტივებს, ზეთის ამოღებისას ზღვის წყალი აუზის ძირში ჩადის და ზეთს ანაცვლებს, რაც უზრუნველყოფს, რომ აუზი ნეგატიურ ამოტივტივებას ინარჩუნებს და ხომალდს სტაბილურობას არ უკარგავს. ეს პროცესი მეორდება მანამ, სანამ ყველა 15 აუზი არ დაიცლება 24 მარტს. შემდეგ მღვინთავები კორპუსში ხვრელს ჭრიან, რათა დადბორილ ძრავის ოთახში შევიდნენ. ისინი ძრავის ოთახიდან თითქმის 350 კუბურმეტრამდე დიზელის საწვავსა და სხვა საფოხ მასალებს აშორებენ. გემის გარეთ სამძებრო სამაშველო რობოტული აღჭურვილობა გამოიყენება, რათა ნანგრევებსა და ზღვის ფსკერს შორის კიდევ 5 ცხედარი იპოვონ. მას შემდეგ, რაც საწვავსა და ზეთებს ამოიღებენ, იწყება ნანგრევების მოცილების პროცესი. არსებობს ორი ვარიანტი. შეუძლიათ ნანგრევები ადგილზე დაშალონ ან აატივდივონ და შემდეგ მშრალ დოგში დაშალონ, რასაც საბოლოოდ გადაწყვეტენ კიდეც. მზადდება გეგმა, რომლითაც გემის კორპუსზე არსებული ხვრელები უნდა დაილოქოს. ხომალდი დიდი გასაბერი ბუების დახმარებით კვლავ ამოიტანონ წყლის ზედაპირზე და შემდეგ გადაათრიონ. ეს იქნება ყველაზე მასშტაბური სამაშველო ოპერაცია, რაც კი ოდესმე მეუცდიათ. ვარაუდობენ, რომ ეს პროცესი 7-დან 10 თვემდე გაგრძელდება და ამინდისა და ზღვის პირობებზე იქნება დამოკიდებული. ოპერაცია დაიწყება 2012 წლის მაისში და მისი ღირებულება $300 მილიონი იქნება. სამაშველო სამუშაოების კონტრაქტი გადაეცა ერთობლივ საწარმოს, რომელიც შედგება ფლორიდაში დაფუძნებული სამაშველო კომპანია ტიტანიდან და იტალიური ფირმა Michael Perry-სგან. ნიკ სლოანი, სამხრეთ აფრიკელი სამაშველო ოპერაციების ხელმძღვანელი, დანიშნულია ოპერაციის ხელმძღვანელად. 2012 წლის ივნისში 6 თვის შემდეგ ავარიიდან ბარჟა მიიყვანეს გემის მარჯვენა ბორტთან. გემის რადარი წყლის სასრიალო და საკვამური მოხსნეს გემის დასასტაბილურებლად და იმისთვის, რომ არ ჩასრიალდეს უფრო ქვემოთ დახრილ ზღვის ფსკერზე. გემის საკვამური ბოლოს მოხსნეს დეკემბერში და 2013 წლის იანვრის შუა რიცხვე ვებში სამაშველო კომპანიებმა წყალქვეშა საყრდენი კონსტრუქციის აშენება დაიწყეს. პირველ რიგში ისინი ავლენ ხელოვნურ ზღვის ფსკერს, ქვიშისა და ცემენტისგან გემის დაღმართ მხარეს. შემდეგ კი აშენებენ მეტალის პლატფორმას, რომელზეც გემი უნდა დაიდგას. 2013 წლის 15 იანვარს გემის კიჩოზე აღმოაჩინეს 2 დაკარგული ადამიანის ცხედარი, მაგრამ მათი ამოყვანა გემის მიუწვდომელი ადგილიდან ვერ მოხერხდა. იანვრიდან სექტემბრამდე წყალქვეშა პლატფორმის მშენებლობა გრძელდება. კოსტა კონკორდიას წყლის ხაზის ქვემოთ უზარმაზარი ხვრელი აქვს, ამიტომ მისი ამოტივტივების ინჟინერია მართლაც ბრწყინვალეა. გემის მარცხენა ბორცზე, რომელიც წყლის ხაზის ზემოთაა, 15 სპონსონი ეწებება. სპონსონები დიდი ჰერმეტული ავზებია. 2013 წლის სექტემბერში წყალქვეშა პლატფორმა დასრულებულია და მარცხენა ბორტის სპონსონები მიმაგრებულია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ზომაში განსხვავდებიან, ამ სპონსონებიდან ერთის ზომებია 33 მეტრი 10 მეტრზე და 20 მეტრზე. ეს ნიშნავს, რომ თითოეული სპონსონი გადაადგილებს 6,6 მილიონი ლიტრი წყალს, ანუ 2,65 ოლიმპიური საცურაო აუზის ტევადობის წყალს. 16 სექტემბერს სამაშველო ჯგუფი იწყებს პროცესს, რომელსაც ეწოდება power buckling. პლატფორმიდან გემის მარცხენა ბორტზე კაბელები მაგრდება. კაბელები იჭიმება ჰიდრავლიკური დამჭიმავებით, რომელსაც strand jack-ები ეწოდება. გემი ნელ-ნელა იცება ვერტიკალურ მდგომარეობაში. გემის მობრუნებისას სპონსონები ზღვის წყლით ივსება. სპონსონებში წყლის წონა ეხმარება გემის საბოლოოდ გადაბრუნებას ვერტიკალურ მდგომარეობაში, სადაც ის მეორე დილით წყალქვეშა კონსტრუქციაზე დგება. 26 სექტემბერს გემის ცენტრში გვამი იპოვეს. დამატებითი შემოწმებები ტარდება და სპონსონები გემის მარჯვენა ბორტზე მაგრდება. 2014-ის 1 თებერვალს, როცა მარჯვენა ბორტის სპონსონებს ადუღებდნენ, მედალის ფურცელი ესპანელ მკვინთავს დაეცა. მას ფეხი მოიმწყვდია და ღრმა ჭრილობა მიემიატენა. სხვა მკვინთავებმა შეძლეს მისი გათავისუფლება და ზედაპირზე ამოყვანა, სადაც ის სისხლის დაკარგვის გამო გარდაიცვალა. 14 ივლისს სამაშველო ოპერატორებმა დაიწყეს კოსტა კონკორდიას ამოწევა წყალქვეშა პლატფორმიდან. 30 სპონსონი თითოეულ შეუძლია გადაადგილოს დაახლოებით 2 წერტილი 5 ოლიმპიური აუზის ტოლი წყალი. ჯამში კი ეს შეადგენს 75 ოლიმპიურ აუზს. ეს ნიშნავს, რომ ისინი უზრუნველყოფენ თითქმის 3-ჯერ მეტ ამოტივტივების ძალას, რათა ამოაცურონ 60,000 ტონა გემი, რომელსაც სჭირდება 24 ოლიმპიური აუზის ტოლი წყლის გადაადგილება, რომ იყოს ნეიტრალურად ამოტივტივებული.
ისინი ნელ-ნელა დუმბავენ წყალს ყველა სპონსორიდან, სანამ გემი პლატფორმიდან თავისუფლად არ ამოტივტივდება. შემდეგ კი მას სანაპიროდან მცირე მანძილზე ღრმა წყლებში მიათრევენ. 23 ივლისს ისინი იწყებენ 4 დღიან მოგზაურობას გენუის პორტისკენ. მღვინთავები პორტში ნავსაყუდარში მდგომ ნანგრევებში ადამიანის სხეულის ნაწილებს პოულობენ. 2014 წლის 3 ნოემბერს, თითქმის 2 წლის შემდეგ, რაც კოსტა კონკორდია ზღვაში გაიჭედა, გემის ნანგრევებში ბოლო ცხედარი აღმოაჩინეს. 2015 წლის განმავლობაში გემი დაშალეს $115 მილიონი ღირებულებით და ლითონი ჯართად გაყიდეს. კოსტა კონკორდია ჟიგიუს კუნძულის გარეთ თითქმის 2 წელი იდგა. ამ დროის განმავლობაში სუვენირების მაძიებლებმა გემი გაძარცვეს, წაიღეს სალარო აპარატები, სამკაულები, ავეჯი, ხელოვნების ნიმუშები და გემის ზარი. როდესაც გემი კლდოვან ქანას შეეჯახა, შეჯახების შედეგად გემის კორპუსიდან 2 გრძელი ფოლადის ზოლი მოიჭრა. ეს ზოლები მოგვიანებით ზღვის ფსკერზე აღმოაჩინეს, მთავარი კუნძულიდან 300 ფუტის მანძილზე. მსხვერპლთა კომპენსაციის, სამაშველო და გემის დაქუცმაცების ჩათვლით, კატასტროფის საერთო ღირებულება თითქმის $2 მილიარდი. სამჯერ მეტი, ვიდრე მისი მშენებლობის $600 მილიონი დაჯდა. ინციდენტის შედეგად 23 ადამიანმა დაკარგა სიცოცხლე, მათ შორის იყო 27 მგზავრი, 5 ეკიპაჟის წევრი და 1 სამაშველო მკვინთავი. კაპიტანი სკატინო უნებლიე მკვლელობის ბრალი წაუყენეს. თავის დაცვაში მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ გემი დაწყევლილი იყო, რადგან შამპანურის ბოთლი არ გატყდა. ამჟამად ის იხდის 16 წლის სასჯელს ციხეში და საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ ის არ იზიარებს საძოლს 25 წლის მოცეკვავესთან მოლდოვიდან. დღესდღეობით საკრუიზო ლაინერებმა გემის გასვლამდე სავალდებულო ევაკუაციის წვრთნა უნდა ჩაატარონ. აპრილის დილისას სამხრეთ კორეის დიდი სამგზავრო ბორანი მოულოდნელად ძლიერად გადაიხრება გვერდზე, როცა ის რუტინულ მოსახვევს აკეთებს კუნძულებს შორის არხში. ბორტზე იმყოფება 453 მგზავრი, მათ შორის 325 საშუალო სკოლის მოსწავლეა, რომლებიც სასწავლო ექსკურსიაზე მიემგზავრებიან ჯეჯუს კუნძულზე. მოსწავლეებს და მგზავრებს ეუბნებიან, რომ სახიფათოა კაიუტებიდან გამოსვლა, გარე გემბანზე გასვლა და სთხოვენ დარჩნენ თავიანთ კაიუტებში, მაშინ როცა გემი კიდევ უფრო იხრება და წყალში იძირება. ზოგიერთი უბულებელყოფს ბრძანებებს და გემის ზედა ნაწილში მიემართება. სხვები კი ენდობიან გემის კაპიტნისა და ეკიპაჟის მითითებებს. მე ყველაფერი გავაკეთე, რომ ეს ისტორია საფუძვლიანად გამომეკვლიო. სადაც შესაძლებელი იყო დეტალების დასადასტურებლად ოფიციალური ანგარიშები გამოვირენე და ზოგ ადგილას შევამოკლე, რომ ისტორია რაც შეიძლება მოკლედ გადმომეცა. ეს არის ჩემი ხედვა მოვლენების შესახებ. თუ თქვენ უფრო საფუძვლიანად გაქვთ ეს საკითხი გამოკლეული ან დამატებითი ინფორმაცია გაქვთ, გთხოვთ კომენტარებში გაგვიზიაროთ. სევოლი არის როფაქს ტიპის ბორანი, რომლის სიგრძეა 145 მეტრი და სიგანე 22 მეტრი. შეუძლია გადაიყვანოს 921 მგზავრი, 88 ავტომობილი და 60 სატვირთო მანქანა. როფაქს ნიშნავს რო ტიპის გემს, რომელსაც მგზავრებისთვის განკუთვნილი სათავსებიც აქვს. 1984-დან 2012 წლამდე სევოლი იაპონიაში დადიოდა სახელით ფერი ნამინო, როგორც ტვირთისა და მგზავრების გადამყვანი გემი იაპონური კომპანიის A-Line Ferries-თვის. 2012 წლის ოქტომბერში ინჩონში მდებარე სამხრეთ კორეული კომპანია Shanghai Marine ყიდულობს Sevol's A-Line Ferries-გან. ეს უკვე ძველი და ცოტათი შელახული გემია. 2012-დან 2013-მდე ზამთარში, სანამ გემი კორეაში დარეგისტრირდება, ისინი საკმაოდ სერიოზულ მოდიფიკაციებს ახორციელებენ. ისინი ამატებენ 2 სამგზავრო გემბანს და აფართოებენ გემის სადვირთო განყოფილებას. სევოლის მთლიანი ტონაჟი იზრდება 239 ტონით, 6586-დან 6825 ტონამდე, რაც ნიშნავს, რომ გემის შიდა მოცულობა უფრო დიდია. მისი სამგზავრო ტევადობა იზრდება 116 ადამიანით და ჯამში შეადგენს 956 ადამიანს, ეკიპაჟის ჩათვლით. ცვლილებები გემის სიმძიმის ცენტრს 9 მეტრით მაღლა სწევს და ცენტრის ხაზიდან აშორებს. ცვლილებების დასრულების შემდეგ სევოლი შემოწმდება კორეის გემების რეესტრის მიერ და მიჩნეული იქნება გამოსაყენებლად ვარგისად. ცვლილებების დამტკიცების პროცესში კორეის გემების რეესტრი ასევე ცვლის იმ ტვირთის ლიმიტებს, რასაც სევოლი ატარებს. ფაქტობრივად ისინი ამცირებენ გემის ტვირთის მაქსიმალურ რაოდენობას 1450 ტონიდან 987 ტონამდე. ხოლო ბალასტის საჭირო რაოდენობას ზრდიან 1323 ტონიდან 1703 ტონამდე.
მიუხედავად იმისა, რომ შანხაის საზღვაო კომპანიამ გაზარდა გემის სატვირთო გამყოფილების მოცულობა და აპირებს, რომ გემმა უფრო მეტი ტვირთი ატაროს ვიდრე ადრე, მოდიფიკაციების გამო გემი ნაკლებად სტაბილური ხდება, რაც ნიშნავს, რომ მას ნაკლები ტვირთის გადატანა შეუძლია და მეტი ბალასტი სჭირდება, რომ ჰორიზონტალურად დარჩეს. ინსპექციების შემდეგ გალერეაში გემს დამატებით 27 ტონა მარმარილო უყენდება, რაც ვფიქრობ დეკორატიულია. გემი ექსპლუატაციაში შედის 2013 წლის მარტში კორეის საზღვაო რეესტრის დამტკიცებით. ეს ხდება მანამდე, სანამ საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდება. ზუსტი დროის დადგენა საკმაოდ რთულია, მაგრამ ჩანს, რომ დამტკიცება გაიცემა მოდიფიკაციების ნახაზების საფუძველზე და არა ინსპექციის შემდეგ ჩატარებული რეალური ტესტის ანგარიშის მიხედვით. ნახაზები კაობ დოკუმენტებად აღმოჩნდება. თითქმის 1 წლის შემდეგ კორეის საზღვაო რეესტრის სტაბილურობის ტესტის ანგარიში საბოლოოდ მზადდება და თარიღდება 2014 წლის 24 იანვრით. ანგარიში ნათქვამია, რომ სევოლი მოდიფიკაციების შემდეგ ძალიან მძიმე და ნაკლებად სტაბილური გახდა. ეს ანგარიში არ გადაეცემა კორეის საზღვაო ასოციაციას, რომელიც პასუხისმგებელია ბორანების მართვაზე და არც კორეის სანაპირო დაცვას, რომელიც ზედამხედველობს საზღვაო ასოციაციას და ზრუნავს ზღვის უსაფრთხოებაზე. 2013 მარტიდან 2014 აპრილამდე სევოლი რეგულარულად დადის ინჩონის ქალაქიდან, რომელიც სეულთან ახლოსაა სამხრეთ კორეის მატერიკზე და ჯეჯუზე, კუნძულზე, რომელიც მატერიკის სამხრეთის სტეპარით მდებარეობს. სევოლის კაპიტანი შინი აფრთხილებს შანხაის საზღვაო კომპანიას, რომ სევოლი არასტაბილური გემია საბოლოო სტაბილურობის ანგარიშის მიხედვით. შინის გაფრთხილებები შანხაის საზღვაო კომპანიას გადაეცა ინჩონის პორტის ადმინისტრაციის თანამშრომლის მეშვეობით 2014 აპრილის მე-9 რიცხვში, 6 დღით ადრე მის ბოლო მოგზაურობამდე. შინი ამტკიცებს, რომ კომპანიამ დაემუქრა გათავისუფლებით თუ გააგრძელებდა თავის პრეტენზიებს. ის ასევე ითხოვს მცხოვრიდან გამოსული საჯის აღდგენას 1 აპრილისთვის, თუმცა ამაზე რეაგირება არ ხდება მანამ, სანამ გემი ჩაიძირება. 2014 წლის 15 აპრილს MS სევოლი ემზადება ინჩეონიდან ჯეჯუსკენ გასასვლელად თავის ჩვეულ მარშრუტზე. გემი უნდა გავიდეს პორტიდან საღამოს 6 საათსა და 30 წუთზე, მაგრამ ნისლი ხილვადობას 9 საზღვაო მილიამდე ამცირებს, რის გამოც პორტის ადმინისტრაცია აჩერებს მის გასვლას. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალური დასაშვები ტვირთი არის 987 ტონა, სევოლი ბორტზე იღებს 2147 ტონა 7 ტონა ტვირთს. სინამდვილეში ზოგიერთი ბალასტური ავზი ცარიელდება ტვირთის დასატევად. გემზე მხოლოდ 761 ტონა ბალასტია, მაშინ როცა რეგისტრაციით მას უნდა ჰქონდეს 1703 ტონა ბალასტი. არ ვიცი, განზრახცვლიან თუ არა ბალასტს ტვირთით და ითვლიან წონის განაწილებას, თუ უბრალოდ ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ტვირთი ჩატვირთონ. როგორც არ უნდა იყოს, გემი პორტიდან გასვლამდე ტვირთი სათანადოდ არ არის დამაგრებული. ნისლის გაფრთხილებები დაახლოებით საღამოს 8:30-ზე იხსნება. 9 საათზე მოტორული გემი სევოლი სამხრეთ კორეის ინჩონის პორტიდან გადის. სევოლი იმ საღამოს პორტიდან ერთადერთი გემი იყო, რომელიც გავიდა. ის რეგულარულად ასრულებს 3 მრგვალ რეისს კვირაში ინჩონიდან ჯეჯუზე. გზავრობის თითოეული 264 მილის მონაკვეთის გავლას 13 საათი და 9 სჭირდება. სევოლი ამ მარშრუტს 2013 წლის მარტიდან ემსახურება და ამ დროის განმავლობაში სულ 251 ჯერ გაუკეთებია მრგვალი რეისი. ის გადის 453 მგზავრით, 33 ეკიპაჟის წევრით და 200 ტონაზე მეტი ტვირთით, მათ შორის 185 ავტომობილით. 453 მგზავრიდან ბორტზე იმყოფება 325 სტუდენტი და 15 მასწავლებელი, რომლებიც აღფრთოვანებულები არიან ჯეჯუს კუნძულზე სასწავლო ექსკურსიით. ისინი ანსონის ქალაქში მდებარე დანვონის საშუალო სკოლიდან არიან, ინჩონის მახლობლად. მუდმივი კაპიტანი შინ შვებულებაშია. ეხლა გემი 69 წლის კაპიტან ალი ჯუნ სუკის ხელმძღვანელობითაა, რომელმაც ცოტა ხნის წინ 1 წლის კონტრაქტით გადაიბარა გემის მართვა და თვეში დაახლოებით $2,500 იღებს. ის გამოცდილი კაპიტანია, რომელსაც ზღვაში 40 წელზე მეტი გამოცდილება აქვს და ამ მარშრუტზე სევოლიც ადრეც უძღვებია. მეორე დილით მოგზაურობის მე-10 საათზე გემი სამხრეთ კორეის დასავლეთ სანაპიროსთან კარგად მიიწევს. გზავრები იღვიძებენ, ღამე თავიანთ კაიუტებში გაათიეს. მოსწავლეთა უმეტესობა კაიუტებს იყოფს და საღამოსა და დილას სიცილში, ხუმრობაში და მომავალი მოგზაურობის განხილვაში ატარებენ. სევოლი სამხრეთ კორეის მატერიკიდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს, მანგოლის არქიპელაგსა და ჯიუშას არქიპელაგს შორის, მანგოლის არხიდან ცოტა მოშორებით. იმედი მაქვს სწორად ვამბობ ამ სახელებს.
დილი 7 საათი და 30 წუთია. გემის მესამე მეზღვაური პარკ ჰუნგიული სევოლის ხიდზე მორიგეობას იწყებს. კაპიტანი ლი თავის პირად კაიუტაში ისვენებს. ფაკი ახალგაზრდა და შედარებით გამოუცდელი გემის ოფიცერია. 25 წლისაა და გემის ნავიგაციაში მხოლოდ 1 წლის პრაქტიკული გამოცდილება აქვს. ამ გამოცდილებიდან 5 თვე სევოლზე მუშაობას მოიცავს. ის გემს მართავს საჭესთან ოფ მეზღვაურთან ჩო ჯუნკისთან ერთად. სევოლი მიემართება დაახლოებით 165 გრადუსის კურსით და დაახლოებით 20 კვანძზე სიჩქარით მანგოლის არხისკენ. მანგოლის არხს კორეის ნახევარკუნძულის წყლებში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და გაუთვალისწინებელი მოქცევითი დინებები აქვს. მის გავლას დიდი სიფრთხილე სჭირდება, მაგრამ ეს დროის დაზოგვას იძლევა და თანამედროვე გემები, როგორიცაა სევოლი, კარგად მომზადებული ეკიპაჟით ამ მარშრუტს რეგულარულად გადიან. სევოლის კაპიტანმა ეს მარშრუტი აერჩია დროის დასაზოგად ინჩეონიდან დაგვიანებული გასვლის შემდეგ. ჩვეულებრივ, ამ მონაკვეთს უფრო გამოცდილი ოფიცერი გაივლიდა, მაგრამ დაგვიანებულმა გასვლამ ასევე დაარღვია მორიგეობის გრაფიკი, რაც ნიშნავს, რომ ახლა პარკია მორიგე, როცა გემი მანგოლის არხს გადის. პირობები მშვიდია, მსუბუქი ქარია, მცირე ღელვა და კარგი ხილვადობაა. 8 საათსა და 20 წუთზე დილით გემი არხიდან ოდნავ მეტი ვიდრე 2 საზღვაო მილის მანძილზეა. პარკი აძლევს ჩოს ბრძანებას, რომ მართვის სისტემა ავტოპილოტიდან ხელით მართვაზე გადაიყვანოს. მას სურს გემის მართვაზე სრული კონტროლი ამ მნიშვნელოვანი მოგზაურობის მონაკვეთში. როდესაც სევოლი არხთან დილის 8 საათსა და 27 წუთზე მიდის, მისი კურსი დაახლოებით 137 გრადუსს შეადგენს. არხის ფართო ნაწილებში არის კლდოვანი საფრთხეები და მეჩხერი წყლები, მაგრამ იმ მარშრუტზე, რომელსაც სევოლი გაივლის, საფრთხეები არ არსებობს. როდესაც გემი უახლოვდება თავის ბოლო მოსახვევს, სასადილოში საუზმე გაიცემა. მგზავრების უმეტესობა უკვე ადგა, მოძრაობს და იწყებს თავის დღეს. სასადილო სავსეა სტუდენტებიც. სხვა მგზავრები გარე გემბანზე არიან, ეწევიან, გემზე ერთობიან ან ჯერ კიდევ სძინავთ. 8 საათსა და 40 წუთზე დილით პარკი და ჩო ხიდზე არიან და გვერდიგვერდ განან გემის საჭესთან. 8 საათსა და 46 წუთზე დილით სევოლი მოძრაობს 18 კვანძის სიჩქარით დაახლოებით 135 გრადუსის კურსით. ფაკი ჩოს უბრძანებს, კურსი 235-დან 240 გრადუსზე შეცვალოს. როდესაც ჩო კურსს თვლის, ამჩნევს, რომ გემი ოდნავ გადაიხარა, მაგრამ ეს საკმარისად არ აშაფოთებს, რომ პარკისთვის აღნიშნოს. მას შემდეგ, რაც ჩო კურსს 240 გრადუსზე შეცვლის, პარკი ამოწმებს, კმაყოფილია თუ არა გემის კურსით რადარზე. 8 საათსა და 48 წუთზე დილით, პარკი კიდევ ერთ კურსის შეცვლას ბრძანებს 145 გრადუსზე. კიდევ ერთხელ ჩო ადრიალებს გემს, მაგრამ გემი უფრო სწრაფად ტრიალებს, ვიდრე ის ელოდება და ბრუნვას აგრძელებს მას შემდეგაც, რაც საჭეს ცენტრში დაადენებს. ჩო სწრაფად ორჯერ ადრიალებს გემს მარცხნივ, რომ დააბალანსოს მდგომარეობა. სულ ჯამში ის საჭეს მარცხნივ 5 გრადუსით ადრიალებს. გემი არ რეაგირებს, ის მარჯვნივ ბრუნვას აგრძელებს. პარკი ამჩნევს, რომ გემი ძლიერად იხრება და ფიქრობს, რომ ეს გადახრა იწვევს გემის უფრო სწრაფად მარჯვნივ მოხვევას, ვიდრე საჭიროა. ის ჩოს ეუბნება, საჭეს საპირისპირო მიმართულებით ატრიალოს. მისი აზრით, გემი მარცხნივ უნდა მიმართოს. არ იცის, რომ ჩომ უკვე მარცხნივ მიმართა. როცა ჩო ამ ბრძანებას ისმენს, ფიქრობს, რომ პარკმა იცის უკვე მარცხნივ რომ ატრიალებს და ფიქრობს, რომ პარკი გულისხმობს გემის მარჯვნივ მიმართვას. ეს გემის უკონტროლო მოხვევის მიმართულებაა და არა მისგან მოშორებით. ჩო საჭეს მარჯვნივ ატრიალებს და ორი მეზღვაურის შორის გაუგებრობა გემის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. ზოგადი დაბნეულობა და ჩო აღელვებული ხმით ხვირის საჭე არ მუშაობს. სასადილოში ხალხი ფიქრობს, რომ რაღაც რიგზე ვერ არის, როცა ამჩნევენ, რომ თეფშები და მაგიდები იხლება. მაგრამ გრძნობენ, რომ ხომალდი ტრიალებს და ფიქრობენ, რომ ეს ნორმალურია. ხომალდი მარჯვენა ბორდზე 15 გრადუსით უხვევს 40 წამში, მაგრამ დაახლოებით 45 გრადუსით მარჯვნივ ტრიალებს. შემდეგ კი დამატებით 22 გრადუსით ადგილზე ბრუნავს 20 წამში. ეს გავს მანქანის საჭის ოდნავ მოტრიალებას, როცა უკანა ბორბლები ზეთიან მონაკვეთს მოხვდება. მალე ხომალდი საკმაოდ ძლიერად იხრება მარცხენა ბორდზე და აშკარაა, რომ რაღაც არასწორადაა. შესაძლოა დინებებმა ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა. შემდეგ მგზავრები ისმენენ ძლიერ ხმაურს ხომალდის ქვედა დონეებიდან, როცა ტვირთი ცუდად დამაგრებული ადგილებიდან თავისუფლდება. ხომალდი კიდევ უფრო მეტად იხრება მარცხენა ბორდზე. 8 საათსა და 50 წუთზე სევოლი მარცხენა მხარეს 30 გრადუსით არის გადახრილი. მგზავრები მოულოდნელად აღმოაჩენენ, რომ გადაბრუნებულ ხომალდზე იმყოფებიან, რაც ზოგისთვის ტრაგიკული ბედის დასაწყისია.
კაპიტანი ლი კაიუტიდან ხიდზე გარბის. მალე ყველა ოფიცერი ხიდზეა. ჩომ გემის ძრავები გააჩერა და ხომალდი გვერდულად დრეიფობს. ახალგაზრდა მესამე თანაშემწე პარკი, რომელიც გემის გადახრის მოულოდნელობითა და სიმძიმით აშკარად შოკირებულია, დირილს იწყებს. კაპიტანი ლი და ეკიპაჟის სხვა წევრები სიტუაციას აფასებენ და ცდილობენ გადაწყვიტონ რა გააკეთონ. ლისთვის გაურკვეველია ჩაიძირება თუ არა გემი, მაგრამ მისი ყურადღება მგზავრების უსაფრთხოებაზე გადადის. 8 საათსა და 52 წუთზე დილით ლი და მისი ეკიპაჟი იწყებენ სამაშველო გეგმის შედგენას, იმ დროს როცა ცდილობენ გემის მართვის აღდგენას. მათ ძალიან ფრთხილად უნდა მართონ სიტუაცია, რათა საჭიროების შემთხვევაში ყველა უსაფრთხოდ გადაარჩინონ გემიდან. ეკიპაჟი იწყებს განცხადებების გაკეთებას მგზავრებისთვის, მაშინ როცა გემი ნელა გადაბრუნებას იწყებს. ისინი ყველას ეუბნებიან, რომ არ გაინძრიონ, დარჩნენ იქ, სადაც არიან, რადგან გემზე გადაადგილება საშიშია. ეს შეტყობინებები გემის საჯარო გამცხადებელ სისტემაში გადაიცემა და მეორდება მანამ, სანამ წყალი მგზავრების კაიუტებში არ დაიწყებს ჩაყვრას. ბევრი შეტყობინება სპეციალურად მოუწოდებს დანვონის საშუალო სკოლის მოსწავლეებს, რომ არ გაინძრიონ. ამასობაში პირველი საგანგებო ზარი ხმელეთზე ერთ-ერთმა მოსწავლემ ჩოი დოქამ განახორციელა. 8 საათსა და 42 წუთზე დილით ჩოი რეკავს ეროვნული საგანგებო სამსახურის ნომერმერზე და ატყობინებს, რომ გემი, რომელზეც იმყოფება, გადაბრუნებას იწყებს. 8 საათსა და 44 წუთზე დილით ჩოი უკავშირდება მოკბოს სანაპირო დაცვის სამსახურს, რომელიც სამხრეთ კორეის მატერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და მათ სიტუაციას უხსნის. 3 წუთის შემდეგ მოკბოს სანაპირო დაცვა პატრულის ხომალდს ნომერი 123-ს უბრძანებს, რომ შემთხვევის ადგილზე წავიდეს. ხომალდი წყალში უშვებენ 8 საათსა და 58 წუთზე დილით. სანაპირო დაცვის საძიებო და სამაშველო სახელმძღვანელოს მიხედვით, პატრულის ხომალდ 123-ს ევალება ტერიტორიის დათვალიერება და მგზავრების სწრაფად გადარჩენა. გემის ხმოვან სისტემაში განცხადებები კვლავ გრძელდება და ამბობენ: დარჩით იქ, სადაც ხართ. ის განცხადებებს აკეთებს გემის კომუნიკაციების ოფიცერი კანგ ჰესეონი. ის ყველას ეუბნება, რომ გემზე გადაადგილება საშიშია. სხვა ეკიპაჟის წევრები ამ შეტყობინებას პირადად უმეორებენ მთელ გემზე მყოფ მგზავრებს. როდესაც კოსტა კონკორდია გადაბრუნდა, ეკიპაჟმა მგზავრებს მსგავსი მითითებები მისცა, რომ დარჩენილიყვნენ კაბინებში და არ გადაადგილებულიყვნენ გემზე. მგზავრებმა უგულებელყვეს ეს გაფრთხილებები და გემის გემბანზე ავიდნენ. სავარაუდოდ ავტორიტარული კულტურის გამო, სეულზე მყოფი ადამიანების უმეტესობა, განსაკუთრებით დანვონის საშუალო სკოლის მოსწავლეები, ემორჩილებიან მათთვის მიცემულ მითითებებს და გემბანის ქვემოთ რჩებიან. მოსწავლეების მიერ მობილური ტელეფონებით გადაღებული ვიდეო მასალა მოგვიანებით გემიდან ამოიღებენ. ეს ვიდეოები ასახავს, როგორ ცდილობენ მოსწავლეები გაიგონ რა ხდება გემზე და როგორ უმკლავდებიან იმ საშინელ სიტუაციას, რომელშიც აღმოჩნდნენ. ყველაზე მეტად კი გაურკვევლობაა იმის შესახებ, რამდენად სერიოზულია სიტუაცია. სხვა მომენტებში კი ნამდვილი შიში იგრძნობა, ეშინიათ, რომ შეიძლება დაიღუპა. სხვები სამაშველო ჟილეტებს ეძებენ, ან ფიქრობენ, ხომ არ არის წყალი ძალიან ცივი იმისთვის, რომ გემიდან გადახტნენ. ამჩნევენ ისეთ რაღაცებს, როგორიცაა ფეხსაცმლის იატაკზე სრიალი. სხვებს ფანჯრებიდან შეუძლიათ დაინახონ, რომ გემი თითქოს იძირება. გემი თითქოს უფრო ბნელდება. როდის გითხრიან, რომ ევაკუაცია დავიწყოთ? მართლა სწორ გადაწყვეტილებას იღებენ, ხომ არ იძირება გემი. სხვები ცდილობენ გაქცევას, მაგრამ გემიდან გასვლა სულ უფრო რთული ხდება, როცა იატაკის ნაცვლად კედლებზე სიარული გიწევს. 8 საათსა და 55 წუთზე დილით სევოლის ეკიპაჟმა პირველად დარეკა სანაპიროზე სამაშველო სააგენტოებში. არის ზარები გემსა და სამაშველო სააგენტოებს შორის, ასევე სხვადასხვა სამაშველო სააგენტოებს შორისაც. ინფორმირებულია სხვადასხვა საზღვა სანაპირო დაცვის სააგენტო, ასევე სამხრეთ კორეის საზღვაო ძალები. ადგილზე იგზავნება კიდევ 2 საზღვაო პატრულის ხომალდი. ადგილზე უკვე მისულია ადგილობრივი სათევზაო ხომალდები, ზოგიერთი მათგანი დილის 9-ისთვისაც კი. სამაშველო სააგენტოები რადიოთი განიხილავენ სიტუაციას ლისა და მის ეკიპაჟთან ერთად. დილის 9 საათსა და 20 წუთზე სევოლის ეკიპაჟი ითხოვინება, რომ გემი მარცხნივ 50 გრადუსზე მეტად გადაიხარა და უფრო დაბლა ჩადის წყალში. დილის 9 საათსა და 23 წუთზე გემების მოძრაობის კონტროლის სამსახური, რომელიც ამ რაიონში გემების მოძრაობას კოორდინირებს, აძლევს სევოლის ეკიპაჟს განკარგულებას. მგზავრებს აცნობონ, რომ სამაშველო ჟილეტები ჩაიცვან. ეკიპაჟი პასუხობს, რომ გემის სამაუწყებლო აპარატურა გაუმართავია და გემების მოძრაობის კონტროლის სამსახური მათ ეუბნება, რომ მგზავრებს პირადად დაავალონ სამაშველო ჟილეტების და მეტი ტანსაცმლის ჩაცმა, რათა გემის გარეთ ცივ წყალში გასასვლელად მოემზადონ. მაგრამ გემზე საკმარისი სამაშველო ჟილეტები არ არის ყველა მგზავრისთვის. მაინტერესებს იქნება ამიტომ უთხრეს გემების მოძრაობის კონტროლის სამსახურს, რომ სამაუწყებლო სისტემა არ მუშაობს.
დილის 9 საათსა და 25 წუთზე გემების მოძრაობის კონტროლის სამსახური კაპიტან ლის თხოვს სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება გემის ევაკუაციაზე, რადგან მათ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია, რომ ეს გადაწყვეტილებება თავად მიიღონ. პასუხად ლი კითხულობს გადარჩენის შესახებ, ხოლო გემების მოძრაობის კონტროლის სამსახური პასუხობს, რომ საპატრულო ნავები 10 წუთში მივლენ და 1 წუთში ვერტმფრენი მივა. ლი პასუხობს, ვერტმფრენისთვის მგზავრების რაოდენობა ძალიან დიდია. ის გადაწყვეტს გააგრძელოს მგზავრებისთვის მითითების მიცემა, რომ დარჩნენ თავიანთ კაიუტებში, რასაც კანგი, გემის კომუნიკაციების ოფიცერი გადასცემს გემის საჯარო განცხადების სისტემით. შესაძლოა დროის ხაზში გამოტოვებაა და მაუწყებლობის სისტემა უკვე გათიშულია. სევოლი გადაბრუნებას იწყებს და მგზავრები დაბნეულები არიან. მათ უნდა გადაწყვიტონ, დაემორჩილონ თუ არა გემის ეკიპაჟის მითითებებს. ზოგიერთი მგზავრი მიხვდება განცხადებებს, რომ დარჩნენ თავიანთ ადგილებზე, მიუხედავად იმისა, რომ ხედავენ როგორ იწევს წყალი გემში. მოსწავლე მგზავრების უმეტესობა კვლავ ემორჩილება განცხადებებს, სხვები კი გემის ზედა სართულებისკენ მიემართებიან, ვიდრე ქვედა ნაწილში დარჩებიან. საპატრულო ხომალდი ნომერი 123 შემთხვევის ადგილზე დილის 9 საათსა და 30 წუთზე ჩადის. ეს არის პირველი ოფიციალური სამაშველო გემი, რომელიც შემთხვევის შემდეგ ადგილზე მივიდა. ის ინიშნება შემთხვევის ადგილის მთავარ მეთაურად. დროის განმავლობაში, რაც საპატრულო ხომალდი ნომერი 123 გამოიძახეს და ადგილზე მივიდა, ის პირდაპირ რადიოთის სეველს არ უკავშირდება. ისინი ამის ნაცვლად სხვა გემებს უკავშირდებიან ამ ტერიტორიაზე. როდესაც ისინი შემთხვევის ადგილზე მიდიან, 123 საპატრულო ხომალდის ეკიპაჟის წევრები არ იცნობენ იმ კომუნიკაციის შინაარსს, რაც სეველსა და სამაშველო სააგენტოებს შორის მიმდინარეობდა. ისინი სევოლის ეკიპაჟს არ ესაუბრნენ და სიტუაციასაც ნათლად ვერ იგებენ. სევოლი მარცხენა ბორტზე 50 გრადუსზე მეტად არის გადახრილი. დილის 9:33 წუთზე, მას შემდეგ რაც დაადასტურეს, რომ ახლომდებარე გემები მზად არიან დახმარებისთვის სამაშველო ოპერაციაში, გემების მოძრაობის სამსახური ყველა გემს უბრძანებს, რომ მგზავრებისთვის სამაშველო ნავები ჩაუშვონ. საპატრულო გემი ნომერი 123 სამაშველო ოპერაციას იწყებს დილის 9:28 წუთზე, როდესაც ისინი აგზავნიან გასაბერ სამაშველო ნავს. მაშველები 5 წუთის განმავლობაში აკეთებენ განცხადებებს, რომ ხალხმა გემი დატოვოს და წყალში გადახდეს. გემის დატოვების გადაწყვეტილებას არ იღებს კაპიტანი ლი და არც გემის ეკიპაჟი. დილის 9 საათსა და 38 წუთზე გემების მოძრაობის სერვისსა და სეველს შორის კავშირი წყდება. დაახლოებით 3 წუთის შემდეგ, დაახლოებით 150-დან 160-მდე მგზავრი და ეკიპაჟის წევრი ზღვაში ხდება. ეხლა რომ გემში ჩარჩენილი მგზავრები გადაარჩინონ, სევოლის ეკიპაჟს იძირებად გემში ქვედა სართულზე უნდა ჩასვა და თითქმის გარდაუვალ სიკვდილს უნდა შეეჯიდოს. ეს არ ხდება, უბრალოდ უკვე ძალიან გვიანია. ზედა სართულზე მყოფი მგზავრები და ისინი, ვინც წყალში ხდება, გადაარჩინეს. მაშველები ვერ ახერხებენ გემში შესვლას და ჩარჩენილი მგზავრების გადარჩენას, რადგან გემი იმდენად ძლიერად არის გადახრილი. საოცარია, მაგრამ ერთ-ერთი პირველი გადარჩენილი გემის კაპიტანი ლია, რომელიც სევოლიდან სხვა ნავზე გადასვლისას საცვლებშია გადაღებული. ასობით მგზავრი ჯერ კიდევ გემშია, რადგან ლის ბრძანებით ადგილზე დარჩნენ, მაშინ როცა ის გემს ტოვებს. მართვის ოფიცერი ჩო პირველ და მეორე თანაშემწეებთან ერთად, კაპიტან ლისთან ერთად ერთ-ერთი პირველი გადარჩენილია დილის 9 საათსა და 46 წუთზე. სხვა ეკიპაჟის წევრები, რომლებიც სევოლის მართვის კაბინაში იყვნენ გამოკეტილები, ფანჯრებიდან გარღვევის შემდეგ გადაარჩინეს. 172 გადარჩენილთაგან ნახევარზე მეტი გადაარჩინეს თევსაჯერმა ნავებმა და სხვა კომერციულმა ხომალდებმა, რომლებიც შემთხვევის ადგილზე სამაშველო ნავებზე ადრე მივიდნენ. სევოლი იძირება ასობით მგზავრთან ერთად, რომელთაგან უმეტესობა ბავშვებია და ისინი ჯერ კიდევ ბორტზე იმყოფებიან. მათ გააკეთეს ის, რაც უთხრეს და დარჩნენ გემბანის ქვემოთ. მათი კაიუტები წყლით ივსება და ახლა გაქცევის გზა აღარ აქვთ. ისინი აგრძელებენ ზარებს და შეტყობინებების გაგზავნას მობილური ტელეფონებიდან, როცა გემი გადაბრუნდება და იძირება. ზოგიერთი შეტყობინება დამშვიდობებისთვისა, ზოგი დახმარებას ითხოვს, ხოლო სხვები აჩვენებს, რომ მგზავრებს ჯერ კიდევ არ ესმით რა ხდება. ბოლო შეტყობინება გაიგზავნა დილის 10:17 წუთზე. მას შემდეგ, რაც გემი ჩაიძირება, ტრაგიკულად დაგვიანებული სიფრთხილის გრძნობა იჩენს თავს, როცა რესურსები სასოწარკვეთილ სამაშველო ოპერაციაში მიედინება. საზღვაო ძალების გემები, მათ შორის გამანადგურებელი და ფრეგატი, სხვა სამაშველო ხომალდებთან ერთად შემთხვევის ადგილზე იგზავნება. ასევე იგზავნება თვითმფრინავები, მათ შორის რამდენიმე ვერტმფრენი. მაშველები ადგილზე ჩადიან, მათ შორის 40 სპეციალური დანიშნულების წყალქვეშა მკვინთავი, 82 საზღვაო ძალების გემების სამაშველო დანაყოფის წევრი და 114 კორეის რესპუბლიკის საზღვაო სპეციალური ოპერაციების ფლოტილიის წევრი.
კორეის რესპუბლიკის არმია გზავნის დანაყოფებს, მათ შორის 150 სპეციალური ოპერაციების სარდლობის ჯარისკაცს და 11 სასწრაფო დახმარების მანქანას. მცდელობები გემში ჩაყვინთვისა ხდება, მაგრამ ზღვის ფსკერზე დაახლოებით 40 მეტრის სიღრმეზე ამოძრავებული ნალექი შეუძლებელს ხდის ვინმეს შიგნით შესვლას. მაშველებს მთელი დღის განმავლობაში სრულიად არ შეუძლიათ გემში შესვლა. 17 აპრილს ღამის 12-სა და 30 წუთზე სანაპირო დაცვის თანამშრომლები ცაში ანთებულ მაშხალებს ისრიან, რათა გაანათონ გადაბრუნებული გემის კორპუსი, რომელიც ჯერ კიდევ წყლის ზედაპირზეა. 8 სანაპირო დაცვის კომანდოს წევრი და საზღვაო მღვინთავები ეძებენ ცხედრებს და გემის კორპუსში შესვლის შესაძლო წერტილს. დილის 6 საათზე სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 171 გემი, 29 თვითმფრინავი და მრავალი მღვინთავი. მთელი დღის განმავლობაში 17 აპრილს მღვინთავები აგრძელებენ შესვლის მცდელობას. ღამის 10 საათზე გემის გადაბრუნებიდან 1 დღის შემდეგ მაშველებმა მხოლოდ 14 ცხედრის პოვნა შეძლეს. მხოლოდ 18 აპრილს დილის ბოლოს მღვინთავებმა შეძლეს გემის თვირთის გემბანიდან გემის კორპუსში შესვლა. გემზე მყოფი ყველა ადამიანი დაიხრჩო. შემდეგ თვეებში დადასტურებული დაღუპულთა რიცხვი ნელ-ნელა იზრდება და 304-ს აღწევს. 5 ადამიანის პოვნა ვერასდროს მოხერხდა. სევოლის ჩაძირვისა და 304 მგზავრის დაკარგვის შედეგები უზარმაზარია. სევოლის კაპიტანსა და ეკიპაჟის სხვადასხვა წევრებს მგზავრების დაკარგვაში დიდ ბრალს სდებენ. მგზავრებისთვის გემის მიტოვების ბრძანების არ გაცემამ და თავად გემის მიტოვების გადაწყვეტილებამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. დასაწყისიდან რამდენიმე დღეში სევოლის ნავიგაციაზე პასუხისმგებელი მთელი ეკიპაჟი დააკავეს. კაპიტანი ლი, პირველი თანაშემწე კანგ ვონ სიკი, მეორე თანაშემწე კიმ იონ ჰო და მთავარი ინჟინერი პაკ კი ჰო მოდუ ბრალდებულნი არიან მკვლელობაში მძიმე დაუდევრობით. დაკავებები ასევე განხორციელდა შანხაის საზღვაო კომპანიაში, კორეის საზღვაო ასოციაციაში და კორეის გემების რეესტრში. კაპიტანი ლი სამუდამო პატიმრობით ისჯება. ამ კატასტროფას სერიოზული შედეგები მოჰყვა სამხრეთ კორეის მთავრობისა და პრეზიდენტ პაკისთვის, რომელიც იმ დროს ქვეყნის პრეზიდენტი იყო. პაკი და მისი მთავრობა დაადანაშაულეს იმაში, რომ ისინი პასუხისმგებელნი იყვნენ რეგულაციების დაუდევარ გარემოზე, რამაც სეველს საშუალება მისცა არაუზრუნველყოფილ მდგომარეობაში ეცურა. გარდა ამისა, ისინი ასევე დაადანაშაულეს გემისთვის დაწყებული ცუდი სამაშველო ოპერაციის პასუხისმგებლობაში. სიტუაცია კიდევ უფრო გააუარესა იმან, რომ პაკმა და მისმა მთავრობამ სცადეს კატასტროფის მნიშვნელობის შემცირება და საზოგადოების რეაქციის კონტროლი გამოქვეყნებული ინფორმაციის მართვით. სევოლის კატასტროფის შემდეგ პაკის პოპულარობა პრეზიდენტად მკვეთრად დაეცა და ის ვეღარასდროს დაიბრუნა. წარმოდგენილი იყო რამდენიმე ალტერნატიული თეორიაც, რომლებიც შემდეგ უარყვეს. მათ შორის აფეთქება, რიფზე დაჯახება და წყალქვეშა ნავთან შეჯახება. როგორც ბევრი მასშტაბური ავარიის შემთხვევაში, არც ამ კატასტროფას გამოუწვევია ერთი კონკრეტული შემთხვევა. გადაკეთებებმა შეცვალა გემის სიმძიმის ცენტრი დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც დამტკიცების მისაღებად გააყალბეს. გემის სტაბილურობის ტესტირების შემდეგ ეს შედეგები არ გაუზიარეს იმ უწყებებს, რომლებიც კომერციული გემების უსაფრთხოებას არეგულირებენ. გემის სათანადოდ არ იყო დაბალანსებული ბალასტით და თვირთი არ იყო დამაგრებული, რათა მოგზაურობის დროს მისი გადაადგილება აეცილებინათ. და გამოუცდელი ეკიპაჟი დარჩა მარშრუტზე წყლის ყველაზე საშიში მონაკვეთის გასავლელად. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ გემი საფრთხეში იყო, მგზავრებს უთხრეს, რომ ქვედა გემბანზე დარჩენილიყვნენ და მათაც მოусმინეს ამ ბრძანებებს. როდესაც სამაშველო სააგენტოები ინფორმირებულნი გახდნენ, მათ სიტუაციის კონტროლი მხოლოდ მაშინ დაიწყეს, როცა უკვე ძალიან გვიანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ პირველი საგანგებო ზარი ჩოიმ გააკეთა, ის გადაბრუნებულ გემში დაიხრჩო და მისი ცხედარი მოგვიანებით გემის შიგნიდან ამოიღეს. გემის დატოვების ბრძანება ქვედა სართულზე მყოფ მგზავრებისთვის არასოდეს მიუციათ. მიუხედავად იმისა, რომ მგზავრთა რაოდენობა კოსტა კონკორდიაზე ნაკლები იყო, დაღუპულთა რიცხვი უფრო მაღალი აღმოჩნდა. ორივე შემთხვევაში კაპიტნები გემის დატოვებისას პირველთა შორის იყვნენ.